რუსეთთან დაახლოების ლტოლვა განსაკუთრებით გაძლიერდა მეფე ერეკლეს დროს, რომელმაც ერთ სამეფოდ გააერთიანა ქართლი და კახეთი. ამ გაერთიანებამ გამოიწვია წინააღმდეგობა ქართლის მსხვილი ფეოდალებისა, რომელთაც ძალაუფლება შელახული აღმოჩნდა. მათ წინააღმდეგობას წააწყდა აგრეთვე მეფე ერეკლეს ცდები წინასწარ შეეპირობებინა ერთმორწმუნე რუსეთი მფარველობაზე მეზობელ იმპერიათა გამუდმებული აგრესიის წინაშე. ქართლის დიდებულებმა შეთქმულება მოაწყვეს მეფისა და მისი ოჯახის მოსპობის მიზნით. ერეკლემ კაცრად გაუსწორდა შეთქმულებს. ამასობაში რუსეთის სამეფო კარმაც მიიღო გადაწყვეტილება გაეგზავნა საქართველოში ერეკლეს დასახმარებლად საექსპედიციო კორპუსი, რომელსაც სათავეში ჩაუყენეს გენერალი ტოტლებენი. მან ჩამოიტანა და საზეიმო ვითარებაში გადასცა ერეკლეს იმპერიის უმაღლესი ჯილდო, ანდრია პირველწოდებულის ორდენი. კურტ ჰოტლიბ ტოტლებენმა, შელახული რეპუტაციის გენერალმა, თვითონ ითხოვა ეს დანიშნა, რათა მოენანიებინა ადრინდელი სამსახურის ცოდვები. მაგრამ მან ორპირული პოლიტიკა წამოიწყო. ერეკლეს მტრებმა კონტაქტები გააბეს ტოტლებენთან და თავიანთ მხარეზე გადმოიბირეს. რუს ოფიცერთა შორის განხეთქილება მოხდა. ნამდვილმა პატრიოტებმა უკან დახევა ღალატად შეაფასეს, მაგრამ თავდაჯერებულმა ტოტლებენმა, რომელიც ვერ ითმენდა შეპასუხებას, შეთქმულება დააბრალა თავის საუკეთესო ოფიცრებს და დააპატიმრეს. მეფე ბატონო, მეტი სირცხვილის სატანა აღარ შემიძლია. ერთი ნება მომეცი გავეთამაშო მაგ ცხეულს. ან მოკლა, ან შევაკვდები. ქანეკ თარაკამა, შენოდნა დღეს ხუდი ერჩემ. თუმცა კეთილი. რა ხანგულით აქცაც? ეგ მყრალდელი ბაში ციხის აღების დროს შენთვის დამითვლი. დიდი მადლობა მეფე. გენერალმა ჯარი ახკარა თქვენ უდიდებულესობა. უკან დახევას აპირებს. მიზეზი. ციხის აღებაზე გული გაუტყდა. თან დიდი ყალიბის სარბაზნების უკონლობა, სურსათის ნაკლებობა და რუს ოფიცერს შორის განხეთქილება მოიმიზეზა. რუსი ოფიცრები გენერლის გეგმას არ იზიარებენ თქვენ უდიდებულესობა. გენერალს ბრიყვი და იმპერიის მოღალატეც კი უწოდეს, მაგრამ მის ბრძანებას მაინც დაემორჩილნენ. სხვა გზა არ იყო თქვენ უდიდებულესობა. ხუდი აქვს ხენი.
Обихсени расшади. Объясните, что вы делаете? Как вы изволил видеть, Ваше Величество, я отступаю. Почему? Что произошло? Я уже имел честь подробно изложить вам это все. Если угодно, мои убеждения идут так. Ваш поход на Ахалцих есть авантюр. Я не получал права рисковать. Кроме того, русский корпус имеет здесь много проблем и трудностей. А теперь еще пришли разногласия между моим офицером. В военное время требует один командующий, не два. Один. Тебе двое начале беспокоило, надо было сразу сказать. Прошу тебя, мир не смеши. Позорность перед османами. А если тебе это нужно, я стану одним из офицеров по твоей команде. Царь должен быть царь. Все должны быть на своих местах. Все должен быть порядок. Иначе не будет хорошо. Это все требует очень думать. Пока вы здесь думаете, османы ждать не будут. Перережут и войско императрицы истребят. Двигаться дальше. Двигаться дальше! О, mein Gott, mein Gott.
მე რა პირი დაგვინახავენ ის ჩვენი კარგი დედაკაცნი შავის დამარცხებული სპირიტა მაგას ის არ ჯობს რომ ჩვენს წმინდა სიკვდილზეთ და თაღურილ სისხლზეთ ჩვენს ქალებს თმები ვაწეწინოთ მამულისათვის გავწყდეთ ქართველები მამულისათვის გავწყდეთ ქართველები ერეკლე არ მომყოლს დედა საერთოს ამინ ამინ აგრე იყოს დედა საერთოს Ваше Величество, разрешите представиться. Подпоручик Квечин. Андрей Сергеевич. Ваше Величество, поверьте, что я очень счастлив, что сравнительно легко заслужил доброе расположение царевича Ливана. თქვენო უდიდებულესობა მერტუნეთ თავს უაღრესად ბედნიერად ვრაცხ, რადგან უფლისწულ ლევანის კეთილგანწყობა შედარებით ადვილად დავიმსახურე. Открою, что и я дал ему клятву верности. ღვთის წინაშე მეც მის და მიერთგულების ფიცი მაქვს დადებული. Ваше Величество, я и мое отделение, как и несколько верных сопровождающих подполковника Замараева лиц, თქვენო უდიდებულესობა მე და ჩემმა ათეულმა, ისევე როგორც подполковник Замараевის ერთგულმა პირებმა, а также эскадрон гусар майора Ременникова, აგრეთვე მაიორ რემენიკოვის ჰუსართა ესკადრონმა предпочли пасть на поле боя, чем покрыть позором русское оружие. რუსული იარაღის შერწყმას ბრძოლის ველზე სიკვდილი ვამჯობინეთ. Можете считать нашу кровь святой. შეგიძლიათ ჩვენი სისხლი წმინდად ჩათვალოთ. Ваше Величество, Россия это мы, а не тот лебедь. ესეთი ჩვენა ვართ და არა ტოტლებენი. ამ ამბავს უეჭველად იმპერატრიცას მიიწეს. Об этом обязательно сообщу императрице. მე ფერეკლეზე გვიან ვერა დედი. გვიანია შულო, გვიანი. გვიან ვერა. თქვენ კი გაიხარით თქვენ. აბა მოდი ჩემთან. მოდი გინეწარ. აი ბეჭიკი. პატარა კახმა. ვინ მოკლა დედი? მალანჩა მოკლა შვილო. ლექტა ბელადი მოკლა. როგორ მოკლა დედი? შუა ომის დროს. კოხტა ბელადმა უთხრა ჩვენ მეფესა. აბა დონღუზო, გამეკეციო. დონღუზი რა არის დედი? ღორია შვილო, ღორი. ჰოდა გააჭენა მე ფერეკლემ ცხენი. გამოუდგა კოხტა ბელადი. მოუქნია ხმალი, მაგრამ ერეკლე მუცელზე მოექცა ცხენსა. ლეკის ხმალმა მთლად წაიღო უნაგირის აირყაში. მაშინ ხელახლა მოაჭდა მეფე ცხენსა, დახკილა კოხტა ბელადს. აბა, შე თვითონ დონღუზო, ეხლა შენ გამეკეციო. გააჭენა ცხენი. კოხტა ბელადმა თავმომწონეთ მოხედა მეფესა და უთხრა: რაო დონღუზო, რა გინდაო, რაო? შემყრალო ლეკო შენაო, გაიარეო, უთხრა ერეკლემ და მოუქნია ხმალი. ხმალმა ისე გაუარა, რომ ლეკმა ვერც კი გაიგორა. მოხედა მეფე ერეკლესა და უთხრა: ვერ მომარტყვი გიაურო, მაგრამ ცოტა რომ შეიძრა, ტანი ძირდაეცა, ფეხები უზანგებში შერჩა. ხო, აი ეგ მინდოდაო, უთხრა მეფე ერეკლემ, მოუბრუნდა ჯარსა და დასდახა. აბა, ხმალი ამ წუწკებს მაგაცავს.
ეხლა დაწიწი და თქვენი ხმა არ გავიგინო. დაიძინე და თქვენი ხმა არ გავიგო. დაიძინე. აი. После же подробной беседы с князем Залом Орбелиани, коему поручено было привести в Петербург и повергнуть к стопам ее императорского величества боевые знамена, царем Ираклием в сражении у крепости Аспиндза захваченные, намерения сего монарха нам более или менее ясны. Как свидетельствуют события, он пытался использовать корпус графа Тотлебена в собственных корыстных целях для захвата Ахалцеха и для расширения границ царства своего. Замысел сей, по недостатку у царя Ираклия правильного военного образования, был крайне, можно даже сказать, безрассудно рискованным, что вызвало естественное неудовольствие командующего экспедиционным корпусом. Однако царь Ираклий не только не принял во внимание его возражений, но и сумел перетянуть на свою сторону нескольких легкомысленных офицеров, при помощи коих намеревался даже отстранить генерала от командования. Ввиду такового раскола перед лицом противника, графу Тотлебену не оставалось, к сожалению, ничего иного, как немедленно вывести свой корпус из владений неприятельских, что вызвало, однако, необоснованный гнев царя Ираклия. Почему же необоснованный? Разве бегство с поля боя, оставление союзника на произвол судьбы не в самом деле лишь гнева и презрения заслуживают? Возможно, ваше сиятельство. Я, собственно, излагаю лишь то, в чем мне искренне сознался князь Орбелиани. Извините, сударь мой, не вы ли давеча высказали, что после беседы с князем Орбелиани намерения царя Ираклия коллегии иностранных дел ясны стали? Я, ваше сиятельство, сказал более или менее ясны. Ну, хоть более или менее. Ваше сиятельство, граф Никита Иванович, долг мой известить вас откровенно, что объяснение князя Орбелиани для меня лично, во всяком случае, многое еще более запутанным и темным сделали. Неужто ж, господа, монарх грузинский прислал его сюда восхвалять те самые действия генерала, кои его, по словам самого же князя Орбелиани, в столь глубокое разногласие с его величеством Ираклием ввергли? Нет, конечно. Самоочевидно, что говорить против своего государя князь Орбелиани какими-то совершенно иными причинами побужден. Каковы же, по-вашему, причины сии? Их я, граф Никита Иванович, ежели дозволите, изложу вам позднее. Коллегии вашей без сомнения известно, что на трон царя Ираклия имеется немало опасных претендентов. Александр Бакарович, например, да и многие другие вельможи грузинские. Царь же Ираклий, как и царь эмеретинский Соломон, из числа тех православных государей, кои искренно к России стремятся и быть под покровительством ее императорского величества желают. Именно поэтому у них так много врагов. В этих условиях, господа, я считаю действия графа Тотлебена изменой не царю Ираклию только, но и государственным интересам державы российской. Успокойтесь, граф. Ведомо вашему сиятельству да будет, что обо всем этом я имел честь докладывать государыне письменно и получить соответствующее высочайшее повеление, надеюсь. Вернемся, однако, к существу дел кавказских. Я, знаете, человек военный и хорошо понимаю, что значит иметь у южных границ государства такого верного союзника, как царь Ираклий.
государственному канцлеру графу Никите Ивановичу Панину, президенту военной коллегии графу Захару Григорьевичу Чернышову. Желаю, дабы вами немедленно подготовлено было повеление об освобождении генерала-графа Тотлебана от должности командующего экспедиционным корпусом в Грузии и назначении на должность сию другого военачальника по благоусмотрению вашему. Екатерина. Дано в Царском Селе 21 дня августа сего года. სატანა იყო შვილო. მაინც? დიმიტრი ამილახრის ვაჟი, ალექსანდრე. ბუდია, იმ ხეიბარს დაეწი. უთხარი ლევან ბატონიშვილს შენი ნახვა სურს თქო. ახლავე შემიჭირე. ბატონო ჩემო. ბატონო ჩემო. საყდარში რა დარ შეხვედი? მოუნათლავი ვარ. ლევან ბატონიშვილს შენი ნახვა სურს. წამყა სადგომი ჩემი ნახე. ბატონიშვილმა თუ მიკითხოს, ეთქვი აქ დააგდას. იბრძანებს ვიახლები. ისურვებს ჩემი სტუმარი იქნება. წამყვე. თავს ბედნიერად თუ რაც რომ მიკადრე და ჩემს სუღირს სამყოფელში მობრძანე. ამისა ჩემისგან განაცხენებულს
ხმობა ვეღარ შემოგვედა. ვიფიქრე გულს მოუგებ თავად ვიახლებით. ხო. Когда ты избежал из тюрьмы? Шалджириана Виженс. Запорвиледан. Ирдабер ჩემს გაპარტახებულ მამულს მივაშურე. იქიდან ყაბარდებს გადაველა. მერმე ღვთისმწყობით ასტრახანსაც შვიდობით ჩამოველა. იმედი მაქვს მოსკოვამდეც უნებელი ჩავა. გოთასი იქნებოდა არ დაუბადებული ყვავილი იმ სამეფოში, სადაც ბედმა თავითვე ბეთურად ყოფნაგან მისასხვრა. მოსკოვს რა დაბირე? გეორგიანული. ანაჩვენებული ისტორია უნდა დავწერო. სადაც ერეკლეს მიღებს საუხდი. თელცის ქვეშეც დავანახებლის ნამდვილ სახეს. მეფეს რას უყვეთ? ძალადობას. ერთპყრობელობას. ქვეყნის ჯირქვეშ დარჩობას. უმეფობის მოწადინე ყოფილხარ. უმეფობის რათა? ესეთი მეფის მოწადინე ვარ, რომელიც დიდებულთ ძალას შეხმატებს, ჩინებულთ ქვეყნის საქმეში გარევს. არა ჯიუტად, მხოლოდ თავისას დაადგება, არამედ იმათ ნაზრევსაც ყურად იღებს და სხვა ხელმწიფეთა და უხმარებლებ ქვეყანას დაღუპვისგან იხსნის. ბარემ კარგია. მაგრამ მე მაგ საქმის ეგრე მომქმედად ვინ გეგულება? მემკვიდრე, მეფისა ვახტანგისა, ბაქარის ძე ალექსანდრე. მერედ ალექსანდრეს ტახტს ვინ მისცემს? ეგ ფქერი მხარ, თუნდაც ფქერი მხარ. განა პაპასა შენსა თეიმურას ამ და ერეკლეს. ქართლის მეფობა, ნადრიშახის ხელით არ ერგო? რისხანებისგან გონება ბნელით დაგფინდვია ბატონიშვილო. ხელმწიფეს ნიღაბს ავთია ბრძანებ. ცრუობ. საქმენი მეფისანი შენიღბულ არ არის. არამედ ყოველმან კეთილად უწყის, რაც ერეკლეს ასწავს. თვით კეიზერი პრუსიისა დიდი ფრიდრიხ ერეკლეს აღმოსავლეთის ქრისტიანთა მოსარჩლად დამხსნელად მიიჩნევს. ამბობს დასავლეთში მე ვარ და აღმოსავლეთში კი ისაა. მართალიც არის. ქვეყანა ეხლა ერეკლეს შესწერის. ერს მისის ჯერა. და ამიტომაც გინდ პითაგორეს საზომით აწყრე. ხვალე ქართლისა აწმარტოდნენ ერეკლესგან დაიბადების. ჩემი ნახვა რაღაც გაისურვებ. თუ რამეს მიირთმევს, დიდად დამაფასებ. ვახშბად არ მოსულვართ. მაგრამ სხვაც არ გადაგვრჩენიერა. ის კალევინ იყო. სხვისთვის არც ავინ. ჩემთვის ყველაფერი. სიმართლე გითხრა ბატონიშვილო. ეგ დიეცი. მე ჩემს დღევანდელ საქართველოს მაგონებს. მოდრე ჩემი საცოლე იყო. არუშანდია სამიზის ასული.
აიდე. თუ არ წასულა არუშანის ასულს სუფრასთან ოხმე. ჩემს უბედურ ქვეყანას გაუმორჩეს. ლამაზი ყოფილა. ეფშიშვილა საბრალო ხვარამზე თუ გახსოვს. მეფე მან ჩვენმან ქართლის დიდებულნი რომ მუხლებზე დაუჩოქა ის ხვარამზე. ახსოვს. მართლა ლამაზი ხვარამზე იყო. საქართველოსაც მხოლოდ ის ჩამოგავდა. მიღწვილი მეფის უილაჯო გონსაყოლილი ამაოდ იღწვის. არც დღე ხვალისა სანუგეშოთ აღარ მოუჩანს. მზე ერეკლესი იფერქლება, მალე ჩაქრება. ჩემო. ჩემი აზრები გულუბრყვილო სურვილს უფრო გავს, ვიდრე სინამდვილეს. ერეკლე ადრე ერთი იყო. ახლა ორია. ეგ და ლევანი. ასტრახანს გდება მეაც აღარ მარგებს. ახლა პეტერბურგს უნდა ვეღო. რუსეთს ლტოლვილი ყველათვის ტომი გარს მოვიკრიბოლა. და სანამ ლევანი, გინდა ანტონი, საკრულ სურვილს, ერეკლესას, რუს დედოფალს თავს მოახვევდნენ. ჩვენი ვცადოთ. გება იმპერატრიცას ჭეშმარიტება შევაგონოთ. შენ დაბრუნდი. მამული ჩემი თუ შეძლებ ფულად მიქციე. მოარე ვაჭრებ. პირველსავე შემხვედრს მიუკვდე. ეს რა არის? იმ ქვეყნად მავალისათვის საგზალი გახლავს. მე მისახსოვრე. პარასკევს ანუარსპიროზი. ახმახიდან ორბელიანის კაცი მოვიდა. ერეკლემ რუსის ხელმწიფე დედაკაცს ხმობა შესთავაზა. მერე ამადანიდან შენს დაბრუნებამდე უწეველო. ამბის მომტანი ხაროში ჩავაგდებინე. ერეკლეს ცილსაც სამებ. აბაებ როგორ მოხდებოდა მეთქი, გავიკვირვე. რად გაიკვირვე? ერთი იმად რომ ერეკლეს ღალატ სიმაღლე მივეც. მეორე იმად რომ თუ ალახი გაწყდა და ორბელიანის მოგდებული ამბავი
მართალი გამოდგა ქვეყანა იმას იტყვის. ვერაგობა ესემ ბრძანებელმა ვერა და ვერ დაიჯერაო. კარგად მოგწეულ ხარ. ერეკლისაგან რა ისმის? ერეკლე ხანმა უსტარი მოგართვა ბრძანებელმა. გაიკითხე. შევიწყე ჩემზე წყლომით აბრძანებულ ხარ. ლაშქარი შეგიყრია. ქართლის აკლებას და ჩემს ნაცვლად დაღძებ ალექსანდრე ბაქარისძის დასმას აპირებ. ნება შენია, მაგრამ იცოდე, რომ დღესდღეობით ისევ შენივე ერთგული ვარ და არცა განდგომა შენგან მისწრაფი. თუმცა ძალიაგებ შენოდენიც ამაქვს და თუ საქმესა ამას ზენარსისაგან შენთვის მოძებულ ჭეშმარიტებით არ განსჯი, ანუ სიყალბისა დამჯერა შეიქნები და ჩემზე ლაშქრობას იქմ სისხლი უზღვავი დაიყურების. ჩვენს შორის მტრობით ოსმალო დიდად გაიხარებს და ორთავეს პირსა ვკიდებს. ხოლო შეგონებით გეტყვი, საფუძველი შენი ჩემზედ მრისხანებისა ფუჭია, რამე თუ ელჩნით შემნი, რუსეთს არაორგულობითა შენითა წარვავლინე, არამედ ვინც ლორუსთ ხელმწიფემ ოსმალეთთან ზავინებოს, პირობა ჩემიც უზურში კონდეს და ყირიმსაშინა ყოფით ტყვე ქართველნი მე დამიბრუნოს. ეგრე განსაჯე მიზეზი ჩემი რუსთადმი მადლობისა ესრე არის, რომ მრავალთა ქართველთ, რომელნიც ოსმალთაგან ან და ლექთაგან ტყვედ ქმნილ არიან, რუსი ათავისუფლებს. თანაც ულუკმაპუროთ შთენილთ სარჩოსაც უჩენს და სამშობლოში აბრუნებს. უსტარ სამას დივანბეგი ჩემი ქაიხოსრო ანდრონიკაშვილი და ზაზა თარხნიშვილი მოღართმევენ. გვედრი პასუხის შენი მათგან აუწყო. შენი გონიერებისათვის ლოცველი ერეკლე. ახლა ესახქმენ. ციტრუის მომტანს ორბელიანის კაცს თავი მოჰკვეთე და მორბედთა ხელით ერეკლეს გაუგზავნე. ამარზისა მართლა დაიჯერე მბრძანებელო. არა, მე მხოლოდ ამბის მომტანისა დავიჯერე. მაგრამ ჟამია როცა უეცარი სიმართლის დევნას მიჩვეულის სიცრუის და ყოლას ჯობს. ჩვენი სურვილით ქართველი ბატონიშვილი ალექსანდრე ბაქარიძე გიახლავთ. იერი მართლაც მეფური გაქვს ისკანდერ ხან. ზალ ორბელიანის ვარაუდი გამართლდა დიდო მბრძანებელო. ალექსანდრე ამილახვარმა უტყუარი ცნობა მომაწვლინა. ლევან ბატონიშვილი და კათალიკოსი გზად ასტრახანში შეჩერდნენ. ვიცი. ური დამიგდე ისკანდერ ხან. თუ ქართლის ტახტი უცილოდ აქ სურს. დროა დუშმანი ერეკლესანი შენს ერთგულებაზე ხელახლა დააფიცო. დაღესტანს წადი, ჩილდირს წადი, ყაბარდოს წადი. ოღონდ გახსოვდეს, ჩემს ნიშანზე მზად უნდა იყო.
Его сиятельство, государственный канцлер, просит его высочество царевича Ливана и его высокопреосвященство патриарха католикоса Антония. Покорнейше прошу, ваше высокопреосвященство. Очень рад снова видеть вас и его высочество Ливана в Петербурге. Прошу. Из привезенного вами, государи мои, послания явствует, что его величество царь Ираклий II желает вступить в подданство и под покровительство империи Российской. При этом, если я правильно понял, подразумевается, что все державные права царей Карталинии и Кахетии будут оставлены без изменений и сохранены за его величеством Ираклием, а впоследствии за его наследниками. Неизменным предлагается оставить и нынешний порядок управления церковью грузинской. Его Величество Ираклий просит императорское правительство направить его в распоряжение экспедиционный корпус численностью не менее 4000 человек, с помощью какового он рассчитывает вернуть земли грузинские, некогда отторгнутые. И вместе с тем его Величество обязуется представить собственные военные силы в распоряжении государства-протектора. Да, ваша светлость. После того, как Грузия освободится от неверных и обретет мир. Да, совершенно верно. Князю Потемкину, господа, правителю Малороссии, высочайше повелено по покорению Крыма принять меры к выполнению сказанной просьбы его величества в отношении пленных грузин. Что же до договора о протекторате в целом, то ее величество предложило мне обождать. Государыня всемилостивейше изволила выразиться так: дела грузинские могут быть разрешены только в длительной исторической перспективе. Левант, мама. Познакомьтесь, мой друг, подпоручик Свечин Андрей Сергеевич. Очень приятно. Моя любимая сестра и зять, владелец Мухрана. Прошу вас. Прошу. Прошу. Თქვენი საქმის რა იყო? ბევრი რამ სიძებ ბატონო. ამიერიდან ხმასა და პატრონს ორივეს თანაბრად გარდუწყვიტეთ ლაშქრად გამოსვლა. თუ მკლავი გერჩის გაზახე ხლავი შეგიკად მოცხელი. წელიწადში ერთვე შენის ხარჯითა და იარაღი ჩვენ უნდა გვემსახურა. თუ მკლავი აღარ ერჩის? კაცო თქვენა გაყრას ხوارებთ. შენი ჭირვეთი ცხენებს მიხედენ თელი დღის უჭმელები არიან. ეხლავე ბატონიშვილი. არა ღმერთმანი. აქ თქვენი მორიგი ჯარის ვერაფერი გამიგია. ლეკნე აქამდეც არეშობდნენ, მაგრამ თავში ქვა არ გვიცია. ქართული ლაშქრის წესი რუსულზე არ გაგვიცვლია. საშუალება ჩვენიც ბევრი გქონდა. ციხე-გალავნები, ყარაული, როქის სხვა. ყარაულის დროს ვიწრო ხეობების წყლისა და მდინარეების ფონის დაცვა ჩვენ ადგილობრივ თავადებს გვეკისრებოდა. გლეხნი კი ნაზნაურნი საყარაულოდ რიგრიგობით გამოვყავდა. მაგ შენ ძმობილთან ოდიში მომხადე, რომ რუსულად ვერ ვიახელდა,
სათქმელს ქართულად ვეუბნები, მაგრამ იკოს, მე ცოტა ქართული იცის. წეგანას გითხარ, ეგ საშუალება ერთობ სუსტი გახლავთ. რამე თუ თავარდი მათთვის მინდორდილ საკვირტო საქმეს, ხშირად ღალატობდნენ და ანგარების მიზნით ლექ მოკავშირე ხდებოდნენ. ხოლო როქისპა, ანუ ხარჯით აყვანილი უცხო ლაშქარი მეტად ზვირიჭდება. ამადაც პეტერბურგს ყოფნის შემდეგ კვლავაც დავრწმუნდით რეგულარული ჯარის, ანუ როგორც ჩვენში უწოდებენ, მორიგე ლაშქრის უპირატესობაში. ამიტომ მეფემ დარბაზთან ერთად მორიგე ლაშქრის განაჩენი გამოიტანა. ბრძოლის უნარიანი ყველა მამაკაცი მოვალე გახადა წელიწადში ერთ თვეს სალაშქრო თავის ხარჯითა და იარაღით გამოვიდეს. სანაცვლოდ მეფე ქართლ-კახეთის მთელ გლეხობას რუსეთის გადასახადიდან ანთავისუფლებს. ერეკლეს ეგრე მოსდის. კაცმამა დავიწყებოდა და მამინაცვლაც ლოცულობდაო. ის რა უნდა ისაქმნას მე ჩემ ხმას? მორიგ ჯარში არ გაუშვებ. მეფე საუგად იხსენებ ერისთავ. მასპინძლის არ მერიდებოდეს. მეცაც ვიზამდი. კარგად მეყოლეთ. მოგზავნე. სხალტმა და წერვანი უკვე აღწერეთ. ლამის ყანაში წინ და წინ ყაფიჩნით ავგზავნე. ხოდა ხვალდილი თუთენია მეც შემის ხალხით იქეთკენ გავცა. ლამის ყანაში მეც თქვენთან ერთად წამოვა. შენ სოფელში ყველაფერი რიგზია შენი სახელის ჭირიმე უფლისწულო ბატონო. ყოველკომ თითო ლაშქრე გამოხავს რეგული ჯარისათვის. მაგრამ ერთ ოხერ დედაკაცს გადავეყარე. დროისვილიანია. სვისი ობოლოხრები აუყვანია. ვეუბნები, ხალო, თუ მოლაშქრი არ გამოიყვანე შენი ოჯახიდან, მაშინ ბადალის ქირა უნდა გადამიხადო, რომ იმ სახსრიც ვაკაცი ვიქირაოთ მე. შენც არ მომიკვდე. უარზია. უარზია. აი, აქაც ცხოვრობს. იქნებ შევიაროთ შენი სახელის ჭირიმე. შენ დანაკვაზე დაფეთდება თორემ. თუ ერთ გაუვიდა უარი არა, მაშინაც სხვებიც აყვებიან და ხوارამზე არა ხარ? ეგ ბალღები ვიღაცი არის? ეგენა შენი საკითხავია უფლისწულო ბატონო. ეგ ბალღები ვიღაცი არიან მე? ვისი უნდა იყვნენ? ჩემნი არიან. ადალისკირის გადახდაზე უარს რა დამდა? თუ ამ ბალღების დაზრდას არ დამაცდით, ღმერთი დიდია. ერთ ჯაგლად მეც ვინა ცხოვრობ სადმე. შევჯდები ზედა თქვენ და სამარცხინოთ ბატონიშვილს ვიახლები მეომრად. გეითონ ბატონიშვილი დგა შენ წინაშე. ვინც უბედავ შენ თაღლიშვილო შენა? დაეთრია შედა. შემატვალება აღარ დაგინახო. ჩემს ბედამწვარ მამულს. ეგ მართვენი დაესხლებოდნენ. ამ კომალიდან მოლაშქრეთ მე ჩამწერე. ეგ როგორ იქნება? ხوارამზე შვილად ჩამწერე მეთქი. ლევან ძე ხوارამზისა. რომ სიგარბემ შენმან ძმაო ჩემო დიდებულნი ქართლისანი თვად განვიყენა რეგული ჯარის ხსენებაზე ერისთავთა და ორბელიან თხურვებ ფეთება მოздით ლამის იყო ჯანყიც ქმნან და ალექსანდრე ბაქარის ძისაგან შეგულებულნი მთიელნი გინდა ლეკნიან კიდევ სხვანიცაც საშველად იხმონ მაგის სარწმუნოდ გვამცნეს რომ ორთავ ალექსანდრე ძეი ბაქარისა და ძეი დიმიტრი ამილახრისა ისმაილ ბეგთან დგანან
დაღესტნიდან ალაზნის ველს ვითარცა ორბანი ბოცვერს ისე დასკერია. არც არ უსტიმედი მაქვს. არამე თუ იქ მყოფნი ქართულთაგანი იმპერატრიცას ბაქარის ძისთვის შეაგონებენ და არა ჩვენთვის. ეგე? შენსა და ანტონს განცერმა პირს ჩალა გამოგავლოთ. გამშრალ ბაგეთა გასალყობად გამოხდილი იმედის თასიც აგიქციათ. წამალი ხსნისაც ის დაგვიღვარა. მორჩა. აც უცილოდ მწამს რომ გეზი ჩვენი სტარზე მცდარია. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ გზანი სხვანი კიდევ დაგვრჩენია. სხვაი რომელი? თუნდაც მორიგე ჯარის უმალ დათხოვნა. ლაშქრობის ძველი წესიც აღდგენა. ქართლის დიდებულთა გულის მოგება. რუსთაგან განდგომა და დღენიადაგ ხან ოსმალოსთან დამოყრება, ხანაც სპარსეთთან. ცხოვრება ის საქართველოსი, ხმლითა და სიტყვითა მოქნილითაგან ისაზღვრების. თუ ხმალი აღარ გაგვიჭრის, ვითარც არ დღემდე გვიქნია დღესაც სიტყვას ორლესულს ავიხმობთ. თავს ღვთისწყალობით როგორმე კვლავად შევინახავთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ აღმოსავლეთისანი ვართ და არა ჩრდილოეთისანი. თავს როგორმე შევინახავთ თუ ამბობ? ვერ შევინახავთ. მორიგის პისათვის 1000 კომზე 200 მეომარს თუ გამოველი. ამ ზაფხულს მე და მეღვინეთ ხუთიშვილმა ქართსაშინა 14000 კომლი ძლივს გაუხსარეთ. კახეთს 17. ორ სამხარეში 150,000 სულზე მეტი ვეღარ დავითვალეთ. აქედან ნახევარი დიაცნი დაგვხნები. დანარჩენი ბალღმი და მოხუცებულნი. ეგრე რომ ხმლის ხელთმჭერელი 7000 კაცი ძლივხავი ვარაუდეთ. დიდომს არ ვამბობ. ამ ლაშქრით მოთარეშე ლექს თუ გაუმკლავდით, მეც მადლობა უთხრა. ისმაილ ბეგი, ბაქარიძე და დიდებულნიც ქართლისანი, თხილად მხოლოდ ამ ლაშქრის ვრიდით აგვანან. მორიგი ჯარი თუ დაითხოვეთ, მაგათი ჯაყი დამბოხი მაშინ ანახე. თუმგლის არჩევნი ვართ. შინაურმა მგელმა მაინც დაგყლიჯოს. შეუჩვეველ ხინს შეჩოური ჭირიჯობია უთქვამთ. მსგავსად კაცისა, ვისთვისაც ჟამთა მდინარეება შეუცნობელს. მერმიში მზერა გაგჭირვებია, ანუ დღე-დღევანდელი მარადისად გიჩანს. თუმცა მოვიდრე ხვალისას ვიტყოდეთ ჯერ გუშინის ავთქვათ. პარემ მეექვსე საუკუნეც უმალ გასრულდება, რაც დავითისაგან აღმომხდარი მზე თამარისა თანდისთან ქრება. ერთგვირგვიმფეში მოკრებილი ქვეყანა ჩვენი ხელში ალმასის სურასაები ჩაგმსხვრევია, ხოლო ნამსხვრევი მისნის ზოგი ოსმალოს, ზოგი სპარსთა და ზოგიც კიდევ ლექსა გინდიდოს სარუბნე. სამცხე ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის მშვენება მას თავის საფაშოდ უქცევია. ხოლო აბასისაგან პერეიდან სარდევნილი ერი უფლის სადღეს ქედმოხრილი საოცავად მეჩეთსა შინად დგას. აფხაზთა ცეგელის სისხლსაღურიან მონობას სიკვდილი უჯობთ. არამე პურად ილტვიმეთ გიკითხა, ახლა რეც გადრება. თვალნი დაგდგომიან და სიბრმავით ვერ რა გიხილავს. ვერ შეგიტყვია, რომ პაპანი და პაპის პაპანი შენი საქართველოს გამოხსნა აღდგომისათვის ოდეს ერთმორწმუნე რუსეთსაკენ იმზირებოდნენ. ეფსიქებ თუ. და ეს ისტორიან სიმონ დე გეზისა ჩემის, არა მემკვიდრეძეთა ჩემთან. არამედ ერისა ჩემის მომავალ მან განსაჯოს. შამიარი თვენს. ბაქარის ზედა ისმაილ ბეგი ალაზნის ველსა ვითარცა ორბანი და სქერიანოს სიმართლით ბრძანე, ამიტომაც სიმალეც მეტი გმართებს. ამიერიდან წათათბიროთ გარდა თქვენისა გარსევან ჭავჭავაძე და სიძე ჩემი იოანე მუხრან ბატონი ციხმოთ.
Bravo, ხორამზე. რა ბიჭები არიან, კაცო, რა ბიჭები, უყო. აბა, კოჩი. აბა. მოიდა. აი, ხორამზე. მე რომ ღმერთი საუყოფილიყავ, სისკიდეზე ანგელოზად დაგაკეთე. შენ ღმერთისაც არავინ გეკითხება. რეგულ ლაშქრისათვის თუ მოსაკითხს ამტადებდი, წინ და წინ გეთქვა შედალოცვილო შენა. აბა, მოიდა. ესეც ასე. აბა, შენ რა გაქვს საცოდაო შენა, სხვისთვის ამცრომ გემეტება, ჰა? სხვა რაც მიქვია შემართლა ბეჭუ შენა, შვილია. ჩემ ჩაგრულ ოჯახს ეგერთიღა შერჩა ნუგეშად. მარტო შესა. არა, მარტო შესოჯახსა. ასე. მამის სულ ნუ წამიწყდება, ეგრევე ვეთქვი. მულს მოუდრეკ და ვეთქვი. უფლის სულობათო, ხალხის ჭირვარამში ჩამდგარს, ღმერთმა დიდ დღე მოგწეს. დედა შენმა და შენმაც მემა მოგიკითხეს. ო, ეგრე უთხარი შენმა ძმებად, შენმა პატარა ძმებად. თვითონ დაიკლეს. და შენ შემოგმატეს მეთქი. ამასაც ვეთქვი. ეგრე უთხარი. ასე. აბა, გასწიე, ხარო. შეგასახავ შენ, აბა. ბეჭო, ეგრე უთხარი, თავს გაუფრთხილდითო. ვეთქვი.
Его Высокопреосвященству Платону Левшину, митрополиту Московскому, архиепископу Тверскому, настоятелю Богоявленского монастыря. Ваше Высокопреосвященство, брат во Христе и досточтимый пастырь наш, тяжким, неизреченным горем поражена старость наша, и жалоба слезная к вам, возлюбленный брат и наставник наш. Нежданной смертью похищен прекраснейший наш царевич Леон Ираклиевич. Жало тления коснулось царственного юноши. Меч лютый срубил цветущее дерево. Буря свирепая, крепкий и непреклонный утес сей сокрушила. На земь повержена надежда Грузии, и лучшее средство к посрамлению врагов святого животворящего креста Господня. Великими, удивление достойными деяниями своими царевич Леон надо всеми нами возвышен был. И одолением недругов богопротивных год от года обильнейший прославлен. Второго подобного витязя у нас еще не видали. Ни по силе и доблести, ни по мудрости и светлому добра и зла разумению. Не только для себя, не только для отца и дома своего, но и для всей христианской страны нашей. Ваше Высокопреосвященство, судьба страны нашей будет, возможно, с Божьей помощью решена окончательно во время аудиенции Ее Величеством благоверной государиней Всероссийской, вам высочайше назначенной. Ведомо вам да будет, что милостивая та Ее императорского величества Грузию солнцем осветит, а ее нет, всех нас во мрак беспросветный на долгие времена низвергнет. Поэтому, возлюбленный брат и наставник, молю вас ни слов, ни стараний не пожалеть, дабы Ее Величество императрица нам в материнском своем благоволении и покровительстве не отказала. Об этом настоятельно прошу вас от имени не только царя Ираклия, но и всего многострадального народа нашего. В союзном трактате, заключаемом с царями грузинскими Ираклием и Соломоном, сии последние не подданными, но союзниками, приемлющими покровительство державы российской, именоваться должны. Второе. Никакие дани и поборы с них ни деньгами, ни металлическими или минеральными рудами, ни прочим чем взиматься не должны. Все сие остается в законном владении и пользовании царей грузинских. Третье. Назначить царям грузинским субсидии по числу войск, выставляемых ими в военное время, а также
единовременную субсидию на первые нужды. 4. Все сношения царей грузинских с императором римским и другими державами христианскими прекращаются. Последних известить надлежит, что союзники наши добровольно согласились державы сии в свои дела не вмешивать и переписки не вести. 5. К Исмаилбеку русские пришли. Очень я Исмаил нас не предаст. Так что вы, русские, делать станете, если я все-таки двину войска на царя Ираклия? Императрица обещает царю Ираклию свое покровительство. И его врагов своими врагами считать будет. Ну, а все-таки, если я двину свои войска против вашего друга, царя Ираклия? В случае нападения на друга России, царя Ираклия, мы обстреляем ваш лагерь из пушек. Кроме того, командующий Кавказской военной линией, генерал-подпоручик Потемкин, по высочайшему поручению требует немедленного ареста и выдачи ему Александра, сына Бакара, а также Александра Амилахвари. Ёх! Мы в горах. Косте предаваться нельзя. Но за удовлетворение своего справедливого требования русский большой генерал прислал вам 500 золотых червонцев. Ну, а если я все-таки этого не сделаю? И двину войска на вашего Ираклия? В таком случае мы ваш лагерь обстреляем из пушек. Только из-за уважения к вашей великой белой царице. Иначе Исмаилбек клятвы своей вовек не нарушил.
1783 июня дня 24 мы, по высочайшему повелению, уполномочены подписать и придать всеобщей гласности заключаемый между Ее Величеством Императрицей Всероссийской и Его Величеством Царем Карталини и Кахетии союзный трактат и вытекающие из него взаимные обязательства государств сих. Обеим сторонам хорошо известно, что сказанный трактат или договор о покровительстве, включая все содержащиеся в оном условия для империи Российской и царств Карталинского и Кахетинского, равно обязательные и из двух основных частей состоит. Уполномоченный России Павел Потемкин и царств грузинских Иоанн Багратиони, Красаван Чавчавадзе подпишут как 13 артикулов первой части договора, так и вторую его часть, начинающуюся отдельным введением и состоящую из 4 особых статей, публикация коих по обоюдному согласию сторон признана нецелесообразной. Если представители царя Ираклия не желают ничего к этому добавить, позвольте мне подписать вышеупомянутый договор первым. Прошу, господа. სამღვდელონო და საეროვნო კრებულნო გაუწყებთ დიდსა და მაღლებულსა ჟამსა. Сегодня день праздничный и возвышенный, день великого торжества. Мы, государи России и Грузии, решили, нет ничего добрее и прекраснее, чем установление братства нашего. Государиня Российская взяла на себя покровительство Грузии. Договор об этом только что подписан Георгиевский. Благословенны дружба и любовь между народами нашими. Твоей могильной плитой, седой герой, склоняю я колени. О, если б мог ты нынешней порой взглянуть на Грузию, свое творение. Как оправдалось то, что ты предрек пред смертью стране осиротелой. Плоды тех мыслей созревают в срок. Твои заветы превратились в дело. Изгнанников теперешний возврат оказывает родине услугу.
Они назад с познаниями спешат, льды севера расплавив сердцем юга. Под нашим небом эти семена дают тысячекратный плод с десятка. Где меч царил в былые времена, видна рука гражданского порядка. Каспийское и Черное моря уже нам не угроза. Наши братья былых врагов между собой миря с открытым сердцем к нам плывут в объятия. Покойся сном, прославленный герой. Твои предвидения сбылись старицей. Мир тени царственной твоей святой, твоей из слез воздвигнутой гробницы.